ეს იცოდით ბიჭო, ნუ გადამრიო, რომ ვირჯინიაში სიჩქარის გააჭრებებაზე სროკი რო არის? ჩაუჯექით, შემდეგი შტატი არის ვირჯინია. ვირჯინიას მდებარეობს აღმოსავლეთში და იცოცხლე ძმაო, სამეზობლო ამ უნდა თქვას მყავსო რა. წარმოიდგინე ახლა ნორთ კაროლაინა, კენტაკი, ტენესი, ვესტ ვირჯინია და მერილენდი იყო სამეზობლო. შტატში ცხოვრობს 8,700,000 მოსახლეობა. ესენიც კაი დემოკრატები არიან ჩვენში დარჩეს. ოღონდ ხანდახან რესპუბლიკელობენ კიდევაც. ანუ მივხვდით ხო? ნენა ჩავდივართ რესპუბლიკურ შტატებში. აბრივიატურები ესე ეწყება ამათთან და ზიპკოდები არის ეს. ფინანსურ მხარესაც შეეხება, დიზელი აქ იცოცხლე 5,66 იღებს ჩემო ძმაო და ბენზინი რეგულარი 3,65 დაახლოებით. ტოლებსაც შეეხება, ტოლებიც იცოცხლე კარგად ტოლიანი შტატი არის ჩვენი ვირჯინია. ვირჯინია ცნობილია იმით, რომ 8 პრეზიდენტია დაბადებული ამ შტატში. ყველაზე მეტი პრეზიდენტი მე მგონი აქ დაიბადა. ჯორჯ ვაშინგტონის კი აქაა დაბადებული და პენტაგონიც აქ მდებარეობს. ვირჯინია კიდე ერთი შეიძლება იცით დაიმახსოვროთ? country music ხო იცით? აი ეს მუსიკები ნახეთ. ესაც აქ არის შექმნილი. პირველი country დაიწერა ვირჯინიაში. ქარ ჰაულინგის მიმართულებით რაც გვაინტერესებს ეს არის აუქციონები და სადილეროები. სადილერო 650-ზე მეტი სადილერო მდებარეობს აქ, რაც საკმაოდ ნორმალური არის. 6 უმსხვილესი აუქციონი არის ეს კოპატები, მაჰემები და რაღაცები, ხო ხტები? რაც შეეხება ახლა ვიდეოს დასაწყისში რო ვისაუბრე, სროკია თქო? კი ბატონო, სროკია, იმიტომ რომ 21 მაილით უკვე სულ თუ გადააცილეს სიჩქარეს, პოლიცია სრული უფლება აქვს ჩამოხსვას, გადაგიყვანონ, უკვე მე ადვოკატი უნდა მოითხოვო და არ არის გამორიცხული მოსამართლემ გაგასამართლოთ და სროკზე გაგიშვან. რამოდენიმე დღით, ან მაქსიმალური ვადა არის 1 წელი. კანონით. უკვე მოსამართლეზე და თქვენ ადვოკატზე იქნება დამოკიდებული თქვენი ჯვარი გწერიათ, კაც თქვენზე არ მაქვს ზოგადად რა ხო ხდება. ბევრისთვის ვირჯინია არის საზღვარი, სადაც ქარ ჰაულინგი მთავრდება. ანუ ბევრი ვირჯინიის დაბლა აღარ ჩამოდის. ძალიან ბევრს ვიცნობ ეგრე, რომ ძღოლიც ეუნეო, რომ მეტი დაბლა ძმაო აღარ გვინდა, იგზევით ვიტრიალოთ, წრეები ვარტყათ და ბევრი დისპეჩერის ესე მუშაობს, რომ ზევით წრეებზე არ ტყავენ და საერთოდ ვირჯინიის დაბლა არ აინტერესებთ არაფერი. რაც შეეხება მძღოლებს, რამოდენიმე კატეგორიას არ მოწონს ვირჯინიის ქუჩები და აღბარ-დაღმართები და ეს გზატკეცილები. ხო და მეც ახლა რა ვიცი, ვერ გავამტყუნებ, იმიტომ რომ ახლა დიზელი ხო ასე თუ ისე მივხვდით, ახლა ძვირია რა, სხვა შტატთან შედარებით ძვირია, დელავერი გახსოვთ რა ფასი იყო? ტოლებიც არის და დიდად გადამრიე შეკვეთებიც ახლა არ ყრია ხოლმე. მოდი ახლა ჩამოგეთვლით თან ისეთ ქალაქებს, სადაც დისპეჩერი არ გაიჭედება. ეს არის ნორფოლკი, ეს არის ალექსანდრია, ვირჯინია ბიჩი და დედაქალაქი რიჩმონდი. მან როგორც წესი, შენ თუ წინასწარ გადაამოწმებ წახვალ და რაღაცას იპოვი, მე მგონი რომ იპოვი და არ მგონია რომ მაინც გაიჭედო. მაგაზე ბევრად უარესი ქალაქები და შტატები არსებობს, რასაც მომავალში გაგაცნობთ. საბოლოო ჯამში მე ვირჯინია